საკვები რაციონი ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ რაღაც გარკვეულმა მავნეჩვევებმა და გარკვეულმა ნაბიჯებმა ჩვენს ცხოვრებაში შესაძლოა მიგვიყვანოს ისეთ პრობლემამდე, როგორიც გახლავთ კუჭის წყლული. მოდით თავდაპირველად გავმარტოთ რა მდგომარეობაა ეს, რა პრობლემაზეა საუბარი, რას ნიშნავს ზოგადად კუჭის წყლული და შემდეგ უკვე სიმპტომებზეც გადავინაცვლოთ. ესე იგი, მარტივად გასაგები რო იყოს ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის, ეს არის მეგობრებო, წარმოიდგინეთ იგივე ჭრილობა. ანუ კანზე რო ჭრილობა შეიძლება მივიღოთ დაზიანებით, ესეთივე ჭრილობა კუჭის შიდა გარსზე, ანუ ლორწოვან გარსზე, წარმოიდგინეთ როგორი დაზიანება შეიძლება იყოს და ამ ჭრილობაზე მერე რომ მჟავა დავასხათ, წარმოიდგინეთ ჭრილობა რომ მქონდეს კანზე და მჟავა დავასხათ, ანუ კუჭის მჟავა წვენი მე შემდგომ ამ ჭრილობაზე როგორ უარყოფით გავლენას ახდენს. ანუ მექანიზმი ასეთია, მოკლედ კუჭის ლორწოვანი გარსი ზიანდება, შეიძლება გაჩნდეს ნახეთქი, ეროზია და შემდგომ ეს გადაიქცეს წყლულად და წყლულზე მერე მოქმედებს ეს მჟავა წვენი და უფრო აუარესებს მდგომარეობას. ეს არის კუჭის წყლული, რომელიც გლობალურად რა თქმა უნდა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში ქართველების ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის წყლულის განვითარებაში კონკრეტულ ცხოვრების წესს, ასე ვთქვათ და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველებს ეს ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სტატისტიკას თუ გადავხედავთ ცხოვრების წესში აქ რას გულისხმობთ? საკვები პროდუქტები, საკვები სასმელი, სამი ძირითადი საკვები, სასმელი და თამბაქო. ეს სამი რამ. ეხლა ჩვენ უნდა ვთქვათ, აქ ჩამოთვლილი მაყურებელი ხედავს ძირითად გამომწვევ მიზეზები. ანუ ყველაზე ძირითადი გამომწვევი მიზეზი ეს არის ჰელიკობაქტერია პილორი, ესეთი ბაქტერია, რომელიც არის გრამუარყოფითი ბაქტერია და ის ითვლება ამ წყლულის განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად. მაგრამ ამასთან ერთად შეიძლება იყოს არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო მედიკამენტების, ეგრეთ წოდებული ტკივილგამაყუჩებლების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება. ეს კუჭი გამიღიზიანა ტერმინი შეიძლება მივიდეს აქამდე. მათ შორის კი იბუპროფენი, ასპირინი, ნაპროქსენი, ამიტომ ძალიან ფრთხილად და სწორად უნდა იქნას ის გამოყენებული თუ ადამიანს სჭირდება. ცხოვრების წესი ვხედავთ, როგორც აღვნიშნეთ, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება და ასევე გარკვეული ტიპის საკვები პროდუქტები, თქვენ აღნიშნეთ, მწარე, ცხარე, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ხოლმე ქართველებს და სტრესი ასე ვთქვათ, ასევე უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ თუმცა ეს ცხარე საკვები და სტრესი ესეთი პირდაპირი გამოწვევი მიზეზი არ არის, უბრალოდ ამწვავებს და ართულებს მდგომარეობას. კი, მაგალითად შეიძლება ქონდეს ადამიანს ეროზია კუჭზე და მერე ასეთი სტრესით და ცხარე საკვების მიღებით ეს ეროზია უკვე ჩამოყალიბდეს წყლულში. საინტერესოა ზაზა ის სტრესი მაინც როგორ მოქმედებს რა კუჭის მჟავიანობას. კუჭის მჟავიანობა ზოგადად კუჭნაწლავის სისტემა არის ისეთი სისტემა, რომელიც ძალიან დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან და ერთგვარად გასტროენტეროლოგია. ტერმინი გადაცემითი ეგრეთ წოდებული ტკივილი. ეს ძალიან რაც ხშირად აისახება ხოლმე კუჭზე. შესწავლის საგანია ძალიან და გასტროენტეროლოგია ძალიან დაკავშირებულია ნევროლოგიასთან რა და ამიტომ ეს ყველაფერი აისახება ხოლმე. მოდით ახლა ჩამოვთვალოთ ძირითადი ნიშნები და სიმპტომები, რაც შეიძლება. ერთი რა შეკითხვა მაქვს, არ მეგულება ადამიანი, ვისაც კუჭის ტკივილი, ვთქვათ, რაღაცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც თავს არ ახსენებდეს ხოლმე, მაგრამ აი კუჭის ტკივილსა და ვთქვათ, ამ უკვე ჩამოყალიბებულ წყლს შორის რა სხვაობა? არის რაღაცა შეიძლება რა სხვა სიმპტომატიკა იყოს და როგორ ამოვიცნოთ ორივე ძალიან კარგი შეკითხვა არის ეს და აი ახლა ჩამოთვლილ ნიშნებს და სიმპტომებს, რასაც ხედავს მაყურებელი, ეს ნიშნები და სიმპტომები თავისთავად არ ნიშნავს, რომ კუჭის წყლული აქვს ადამიანს. ანუ იმის მინდა, რომ ესეთი ტიპის სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ არ სჭირდეს კუჭის წყლული. ანუ სხვა პრობლემასთან იყოს საუბარი, მათ შორის ნევროლოგიური კუთხით განპირობებულ
პრობლემებთან. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ. თუმცა ჩამოვთვალოთ ახლა. წვის შეგრძნება მუცლის არეში შეიძლება ახასიათებდეს. ტკივილი ჭამის შემდეგ ეს განსაკუთრებულად ამახასიათებელია საკვების შემდგომ უკვე, როდესაც ძლიერდება ტკივილი. შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, ბოყინი, საჭმლის მონელების სისტემის დარღვევები, გულძმარვა, გულისრევა, მადის დაქვეითება და წონის კლება. ეს არის სიმპტომები და ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეგრეთ წოდებული წითელი დროშის ნიშნები, რომლებიც ასევე ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, თუ პირობითად მაგალითად არის უკვე განავლის ფერის ცვლილება და არის მაგალითად ღებინება და აი ეს მასები არის სისხლნარევი. აი ეს არის უკვე წითელი დროშის ნიშნები, იმიტომ რომ აქ უკვე საუბარია რომ შეიძლება იქ უკვე სისხლდენა. და ამას უკვე გადაუდებელი სასწრაფო დახმარება სჭირდება. ეხლა მაყურებელი ხედავს ეკრანზე მკურნალობას და უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობა აუცილებლად უნდა იქნას დანიშნული ან ოჯახის ექიმის მიერ, ან გასტროენტეროლოგის მიერ და იქიდან გამომდინარე თუ რა ტიპის დაზიანებაზეა საუბარი, ხო? Ну, თუ აქ ჰელიკობაქტერია პილორის დადასტურებულია, დადებითია, ეგრეთ წოდებული ერადიკაციული მკურნალობა ტარდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება რამოდენიმე მედიკამენტის ერთად დანიშვნა, არის 4-მაგი თერაპია, 3-მაგი თერაპია და ასე შემდეგ. აქ როგორც წესი ანტიბიოტიკებიც არის, რა თქმა უნდა, ჩართული მკურნალობაში და აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჰელიკობაქტერია პილორი თვითონ აი ადამიანებმა ნახეს ეკრანზე თვითონ აი როგორი სპირალის ფორმა აქვს. ეს ბაქტერია არ არის არც ანაერობული და არც აერობული. ეს განსხვავება რა არის? ანუ ჟანგბადი ჭირდება თუ არ ჭირდება. აი რაღაც შუაში არის. აქედან გამომდინარე, მას დაბალი კონცენტრაციის ჟანგბადის მიმართ გარკვეული ტიპის სფეროს ფორმის მიღება შეუძლია, ამიტომ იმის თქვა მინდა, რომ თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა ჰელიკობაქტერია პილორი, რისკი არის, რომ სხვა ოჯახის წევრსაც ჰქონდეს, მიხვდით? იმიტომ რომ გადამდები შეიძლება იყოს კოცნით, ასე ვთქვათ, კი, საკვები პროდუქტებით, ნივთებით და ასე შემდეგ. ამიტომ ამას ძალიან აქცევენ ხოლმე ყურადღებას, თუ ერთი ოჯახის წევრს დაუდგინდა. ხო, და ესე იგი მჟავიანობის დამთრგუნველი მკურნალობა არის აუცილებელი. ნუ ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული PPI, პროტონ-თუმბოს ინჰიბიტორები, ან H2-ის ანტიჰისტამინები. აი, მჟავიანობასთან დაკავშირებით მქონდა ერთი შეკითხვა. ძალიან გავრცელებული პრობლემაა ერთ-ერთი გულძმარვა, ხო? ბევრ ადამიანს აწუხებს და ხშირად მიმართავენ ხოლმე აი სახლის პირობებში საკვებ სოდას მიიღებენ და საკმაოდ ხანგრძლივად მიმართავენ ამ მეთოდს. ან მეორე შემთხვევა ავიღოთ, როდესაც ადამიანს მუდმივ რეჟიმში აწუხებს გარკვეულ თავის ცხოვრების წესთან და კვებასთან დაკავშირებით პრობლემა, გულძმარვა და ძალიან ხშირად იღებს სხვადასხვა საშუალებებს. ამ შემთხვევაში მედიკამენტებზე მაქვს საუბარი, ეს არის აბების სახით თუ გელების სახით. რამდენად რეკომენდებულია ესე თვითნებურად გინდ სახლის პირობებში საკვების სოდის გამოყენება და კიდაც ეს ამაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება. ზოგადად აი ეს სოდა რატომ არის ესე გავრცელებული? ნატრიუმის ბიკარბონატი, ანუ ნატრი HCO3 არის ეს. ის ითვლება ბუნებრივ ანტაციდად. ასევე აი ბუნებრივი ანტაციდია კიდევ ბანანი. ანტაციდი ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უნარი, რომ მიიღების მირთმევის შემდგომ კუჭის ეს ლორწოვანის ამოფენა ეფინება, ასე ვთქვათ და იცავს ამას. ჩემზე მაგალითად ბანანი პირიქით მოქმედებს. ჟავიანობას მიმატებს. ხო, ცოტა გასაკვირია, იმიტომ რომ პირიქით ბუნებრივ ანტაციდად ითვლება მწიფე ბანანი. ამიტომ უფრო ურჩევენ ხოლმე და ეს სოდაც მაგიტომ არის გავრცელებული. ანუ ჟავიანობას თრგუნავს. ანუ ტუტე გარემოს უწყობს ხელს, ასე ვთქვათ და მაგიტომ არის გავრცელებული. შესაბამისად, აი აქ პირველ რიგში მინდოდა მეთქვა, რომ აი შენიშვნაში ჩვენ მე აღნიშნული მაქვს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, რომელიც თქვით, ბუნებრივად არ ნიშნავს აუცილებლად, რომ ეს არის კუჭის წყლული, იმიტომ რომ გასტრიტი, რეფლუქსი, დისპეპსია, ეს არის პრობლემები, რომლებსაც ასევე შეიძლება ახასიათებდეს ის სიმპტომები, რომლებიც მე ჩამოვთვალე. ეხლა
აი გადავიდეთ პრევენციაზე. და აი პრევენციაში უფრო უკეთესად გავცემ შენს შეკითხვას პასუხს თუ რა შეიძლება ადამიანმა ამ შემთხვევაში გააკეთოს, ასე ვთქვათ. ნუ ჰიგიენა, როგორც გითხარით, ანუ ხელის ხშირი დაბანა, სუფთა საკვების მიღება, რომ აი ჰელიკობაქტერია პილორის გავრცელება მინიმალურამდე იქნა შემცირებული, NSAID-ების, ანუ ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდების, აი მედიკამენტების, რომლებიც ვთქვით, რომ წყლულის განვითარებას უწყობს ხელს, ძალიან ისე მიღება, რომ ანუ ძალიან უნდა იყოს რეკომენდებული, რომ ჩვენება იყოს მიღება, იმიტომ რომ თუ ხშირად იღებს წყლულის განვითარების რისკი ძალიან მაღალია, თამბაქო როგორც თქვი და ალკოჰოლის ჭარბად მიღება ასევე წყლულის განვითარებას უწყობს ხელს და აი გადავიდეთ უკვე კვებაზე და დიეტაზე. ნუ ესე იგი ცხარე საკვები, სანელებლებით მდიდარი საკვები, მჟავა პროდუქტები, ციტრუსი, ლიმონი, პომიდორი ასევე, კოფეინი, ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები. ოღონდ აქ საუბარია ტკბილგაზიან სასმელებზე. შემწვარი და ცხიმიანი საკვები. აი ესენი რაც მე ჩამოვთვალე ახლა, ყველაფერი მჟავიანობას უწყობს ხელს, ანუ მჟავიანობის მომატებას. ამიტომ უნდა იქნას მიღებული აი სასარგებლო საკვები პროდუქტები, ეს არის ბოჭკოთი მდიდარი საკვები, ბოსტნეული ხილი, ნაკლებად მჟავე ხილი, მარცვლეული, კეფირი, ნატურალური იოგურტი და ეგრეთ წოდებული ანტიოქსიდანტური საკვები პროდუქტები, ბროკოლი, სპანახი, კენკრა, ბანანი აღუნიშნეთ ბუნებრივი ანტაციდი. ქართული ალბათ იქნება შეკითხვა ქართული მინერალური გაზიანი საკვები, ხო, სასმელი პროდუქტები, რომლებიც არის, ასე ვთქვათ, გაყიდვაში. მე მსმენია, რომ აი ხშირ შემთხვევაში გამიგია, რომ გაზირებული სასმელი არ არის რეკომენდებული, როგორიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით. კი, აი როგორი თემა, იცით, უმჯობესი არის გაზგასულის მიღება. იმიტომ რომ თუ გაზიანს, აი ახალ გახსნილს მივიღებთ, ეს გაზირებული წნევას ზრდის კუჭში და წნევის გაზრდით რეფლუქსის ალბათობა მაღალია. ანუ საყლაპავის სფინქტერი რო გაიგოს, სტრესში, გაიგოს და გულძმარვა დაიწყოს ადამიანს, უფრო მაღალი ამის რისკი. ამიტომ რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ სოდის შემცველობით არის გაზიანი მინერალური წყლები, ბუნებრივია ეს ლოგიკურად კარგს ნიშნავს, რომ მიიღოს, ანუ ტუტე გარემოს შეუწყობს ხელს, მაგრამ ჯობია რომ იყოს გაზგასული. გაზგასული, იმიტომ რომ აი ეს წნევა არ გაზარდოს ჩვენს კუჭის შიგნით. რადგან სასარგებლო პროდუქტებზე საუბრობთ და აღნიშნეთ, ასე ვთქვათ, მათი ჩამონათვალი, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცი, რომ გაუჩნდება ეს შეკითხვა, იმიტომ რომ ჯერ კიდე ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობიდან მოყოლებული დღემდე მუდმივად მესმის, რომ აი ამ პროდუქტებს შორის ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოარჩევენ, როგორც არის მაგალითად შვრია და რომელიც ვიცით, რომ რაღაც ერთგვარ ჯადოსნურ გარს უქმნის, ასე ვთქვათ, ჩვენს კუჭს. არის თუ არა ეს რეალობა და რამდენად შეესაბამება? რეალობა, ცალსახად რეალობა, იმიტომ რომ შვრია სასარგებლოა, როგორც აი გასტრიტის დროს, ეროზიული გასტრიტის დროს, ქრონიკული გასტრიტის დროს, ასევე კუჭის წყლულის დროს, იმიტომ რომ ერთგვარად აი ბუნებრივ ანტაციდს წარმოადგენს და მინდოდა კიდევ ერთი დამემატებინა, არ მქონდა მე საუბარი, თვითონ არის, რა თქმა უნდა, კიდევ სხვა სერიოზული დაავადებები, რომლებმაც ასევე კუჭის წყლული შეიძლება განავითაროს იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ არის. აი პირობითად მაგალითად ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული სიმსივნე გასტრინომა, რომელიც არის 12 გოჯაში და პანკრეასში განპირობებული, რომელსაც აქვს უნარი, რომ ჰორმონი გასტრინის გამომუშავება გაზარდოს და გასტრინი შემდგომ კუჭის მჟავიანობის მომატებას უწყობს ხელს. არის სისტემური დაავადებები, სარკოიდოზი, გლურასაც ასევე შესაძლებელია გლურასთანაც დაკავშირებული იყოს ეს კუჭში წყლულების განვითარება, გარკვეული ტიპის ვასკულიტები, ანუ სიზარღვოვანი ანთებითი დაავადებები. ეს არის საბედნიეროდ იშვიათი დაავადებები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კუჭის წყლულის განვითარება ზოგჯერ მათთან
შეიძლება იყოს კავშირში. ზაზა დრო ფაქტობრივად აღარ გვაქვს, თუმცა ერთი შეკითხვაც ძალიან ხშირად გაგვიგია რჩევა სხვადასხვა პრობლემის დროს, რაც დაკავშირებულია კუჭთან, რომ მიიღე კუჭის დამცავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რამდენად რეკომენდებულია ეს ექიმის დანიშნულების გარეშე თუ დაუშვათ რაღაც გარკვეულ დისკომფორტებს გრძნობთ, ხო? გადაჭარბებულად მოხმარების დროს. ეგრეთ წოდებული პროტონ ტუმბოს ინჰიბიტორებზეა საუბარი, პრაზოლები ასე ვთქვათ. ეს ამ მედიკამენტებს გარკვეული ტიპის გვერდითი ეფექტები გააჩნია თუ ადამიანი მას ხანგრძლივად, თვითნებურად ხანგრძლივად, მუდმივად იღებს, ამიტომ ეს რეკომენდებული არ არის. აუცილებელია რომ იქნას დანიშნული ან მაგალითად გასტროენტეროლოგის მიერ თუ კუჭის პრობლემაზეა საუბარი, ან ოჯახის ექიმის მიერ, თუმცა ამ ასეთი ტიპის მედიკამენტებს სხვა პროფილის ექიმებიც ვიყენებთ, რა თქმა უნდა, და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში საჭირო არის ხოლმე ჰელიკობაქტერია, პილორიზე სხვადასხვა ტიპის ანალიზის გაკეთება. შეიძლება ანალიზის პასუხი შეცვალოს, ამიტომ ანალიზამდე პროტონ ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ უნდა შევწყვიტოთ. უნდა იქნა შეწყვეტილი ერთი თვე, ორი კვირა ერთი თვე მაინც არ უნდა კონდეს მიღებული ადამიანს, რომ ჰელიკობაქტერია პილორის ანალიზზე არ მოახდინოს გავლენა რეალურად. კი ბატონო, და თუ გვაქვს ეჭვი კუჭის წყლულზე, რომელი კვლევა ამ შემთხვევაში საჭირო? ოქროს სტანდარტი არის, რა თქმა უნდა, გასტროსკოპია, რომელიც კეთდება. გასტროსკოპია ნიშნავს, რომ აი ზონდის გადაყლაპვა, ასე ვთქვათ, რომ პირდაპირ უშუალოდ კამერით, ანუ კამერით გამოჩნდეს და ინახოს და როგორც წესი გასტროსკოპიის დროს ასევე იღებენ ბიოპსიას და ბიოპსიური მასალით უკვე ჰელიკობაქტერიაზე ხდება ანალიზის გაკეთება. ან ჰელიკობაქტერიაზე კიდევ არსებობს სხვა ტიპის კვლევები, ეს არის ეგრეთ წოდებული სუნთქვის ტესტი, თუმცა მას არ აქვს მაღალი გრძნობელობა, სპეციფიურობა და არის ასევე კიდევ განავლის ანალიზი. ოქროს სტანდარტი მაინც და ყველაზე მაღალ სპეციფიურობით სენსიტიურობით გამოირჩევა გასტროსკოპიის დროს აღებული ბიოპსიური მასალა. შესაბამისად, მოკლედ აი ეს მინდოდა რომ მაყურებლისთვის მიმოწოდებინა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ აი ეს პრობლემები და ზოგადად კუჭნაწლავის პრობლემები ძალიან ხშირია ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ განსაკუთრებით როდესაც დღესასწაული გვიახლოვდება, მაგ დროს უფრო მეტად იმატებს ხოლმე, ხო? და ცნობიერების ამაღლება ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რასაც ემსახურება ხოლმე ჩვენი კომუნიკაციაც. მადლობა.